უამრავია არაბებისთვის განკუთვნილი სარეკლამო რგოლები საქართველოში ქონების ყიდვასთან დაკავშირებით. აი უბრალოდ მოусმენთ. რომ ბოლო დროს საქართველოზე კითხვები ძირითადად დასრულებულ, ჩაბარებულ პროექტებს ეხება. იცი ჰაზემ, პროექტი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, შენს კლიენტს აუცილებლად მოეწონება. ჩვენ მას 6 თვეში ვაბარებთ. მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ უბანში, დედაქალაქის გულში. ეს ადგილი გამწვანებითაა ცნობილი და მდინარეზე ხედი აქვს. მეტრომდე სულ რაღაც 4 წუთია. ქალაქის ცენტრამდე კი რამდენიმე წუთი. ფასები? ეს ნიშნავს, რომ ძვირი იქნება. არა, სწორედ ეგ არის მთავარი. ფასები იწყება $100,000-დან. პირობები ასეთია: 30% წინასწარ, 70% გასაღების ჩაბარებისას. შეგიძლია ინფორმაცია გამომიგზავნო? ჩათვალე, მიღებული გაქვს, ხაზემ. და იცი რა არის მთავარი პლუსი? როდესაც $100,000 ინვესტიციას დებ უძრავ ქონებაში, იღებს საქართველოს ბინადრობის უფლებას, რომელიც განახლებადია. გვაქვს როგორც დასრულებული, ისე მშენებარებინები. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით. რავი, აი, იცი როგორ რაღაცა. ეს Deep State-ის მიერ ჩაწერილი დარეკლამებული რგოლია? თუ როგორაა საქმე? ანუ აი Deep State-ის მიერ გამოგონილი თვითონ Deep State-მა ააშენა კორპუსი, მე ამ მთავრობას ჩააწერინა ეგ საქართველოს კანონმდებლობაში, რომ $100,000 სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვას იღებ. ეგეც Deep State-ის და Soros-ის მიერ ჩაწერილი ჩუმად იქ. თან შეცდომაში შეიყვანეს ოცნების დეპუტატები და არასწორად ხმა მიაცემინეს პარლამენტში და ეს ხალხი ცხადია Deep State-ის აგენტები არიან, ახლა ეს არაბებიც გადაცმული აგენტურაა, რომელიც ამ ფაქტს აგერ არეკლამებს, თორე ეს არ არსებობს ეს პრობლემა, ეს ტყუილია ყველაფერი, ეს დადგმულია. თუ დაუჯერებთ ჩვენს ხელისუფლებას. ოღონდ ხო, აი, ხელისუფლება ჯიუტად ავრცელებს იმ ტყუილს, თითქოს აქ არავინ არ ჩამოსახლდება, აქ საერთოდ არ ხდება ბინადრობის უფლების აღება და საერთოდ აქ ეს ინვესტიციები რომ იდება, საერთოდ ინვესტიციებსაც არ უნდა ვეძახდეთ წესით. არა. ეს ბინები რომ შენდება, ეს საცხოვრებელი სახლები რომ შენდება, იქ იყიდიან ვიღაცები, არავინ არ ჩამოვიდა. ხო, ასეთ სისულელებს ლაპარაკობ. პირდაპირ აი გაჩვენეთ ჩვენ ფაქტი. ეს არის ფაქტი, ხო? რომელიც სპეკულაციების საშუალებას არ იძლევა. ფაქტი არის სარეკლამო რგოლი, რომელშიც არაბები გაყიდვის, ანუ აი ამ გაყიდვის რეკლამას ავრცელებენ და მომხიბლელ გარემოებას აჟღერებენ, რომ მეგობარებო, $100,000-იან, $100,000 ღირს, მანდედან იწყება ფასები, ხო? ეგ სხვა პროექტი იყო, მან ლაპარაკი. რო იყიდი, იღებ ბინადრობის უფლებას. ეგ არის მიზეზი, რატომაც დამატებით მომხიბვლელი ხდება აქ აი ამ უძრავი ქონების ყიდვა. და ჩვენ როცა ვლაპარაკობთ მაგაზე, როცა ვლაპარაკობთ, რომ აქ ეს დეველოპერული ბიზნესი გადასულია მთლიანად აი ამ პროცესზე, რომ აი აქ კანონმდებლობაც შესაბამისი სათარი მოყვანილი, რომ აი ამ ბიზნესს ხელი შეუწყონ, რომ სინამდვილეში აქ აი ეს მიგრაცია საქართველოში ჩამოსახლების პროცესი უბრალოდ გაიზრდება მომავალში, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მარტივი ფულის შოვნის საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ხო მართლა ბიზნესი არ არსებობს, აქ ხო პრიმიტიული გზებით იშოვება ფული. ააშენე ფართი გაყიდე. ააშენე ფართი, მე სხვა ტერიტორიას მიადგება, იქ ჯერ არ გაყიდულა, იქ უფრო რაღაც მინდორს მოაპირკეთებენ, ააშენებენ, გაყიდიან. ხო, ეს არის მთელი საქართველოს მთავრობის სახელმწიფოებრივი აზროვნება. ეს ადამიანები ცხადია გამყიდველები არიან მაგ კომპანიის და ეს თარგმნილია და თვითონ საუბრობენ არაბულად. თვითონ ორიგინალი ამ ვიდეოსი არის არაბულ ენაზე. არეკლამებენ ამ ჩვენს ტერიტორიაზე
ბინებს და რა მაინტერესებს, იცი? შეიხებთან ხდება ეგ რეკლამა, ანუ ის სულ მცირე რიცხოვანი შეიხები რო არიან, თითზე ჩამოსათვლელები რო არიან იქ სულ იმაში გაერთიანებულ ემირატებში. მაგაძე აქვს გათვლა? ეს არაბულად მარტო მაგ არაბებს, მაგ შეიხ არაბებს მიმართავენ თუ ნახევარ მილიარდიან არაბულ სამყაროს, სადაც მილიონობით, ათეულობით მილიონი ადამიანია, რომელსაც აქვს $100,000 და თავის იქ აკლემების იმიდან, უდაბნოდან სიამოვნებით გადასახდებოდა საქართველოსნაირ კლიმატური თვალსაზრისით შესანიშნავ შვენიერ ქვეყანაში. ხო, აი ეგ როგორი თქვა, იცი ნახე, აი კითხვა მათი, აი სრულიად ვირიშვილური კითხვა, რომ აი აკლემებით გადმოიხიზნებიან ახლა შეიხები, გეგონება არიციან, აზე ლაპარაკი და აი ვიზე ფიქრობთ, რომ აქ გადმოიხიზნება, რავი, აი ეს ხალხი, უყურეთ. მოდით გეტყვით, რატომ არის საქართველოს საუკეთესო უძრავქონებაში ინვესტირებისთვის? ძალიან მაღალი საინვესტიციო ამონაგები, გადასახადები შეიძლება ითქვას, რომ არც არსებობს. 100%-იანი სრული საკუთრების უფლება უცხოელებისთვის. ანუ ბიჭო, აი როგორი რაღაცა, იცი, აი ვისე ლაპარაკება ეს, ვიზეა ლაპარაკი. სინამდვილეში უნდა დამშვიდდეთ. ეხლა ჩვენ ძალიან შიშებს თესავთ ეხლა. ეს ადამიანი ეხლა იმ თითზე ჩამოსათვლელ დიდარ შეიხებს დაარწმუნებს მაგაში? უბრალოდ ვერ დაარწმუნებს. უბრალოდ ვერ დაარწმუნებს. გეგმა რა, გეგმა ეგ. მაგის იმედად უნდა ვიყოთ, რომ შეიხებს ვერ დაარწმუნებს. სხვათა შორის მან რო ახსენა, რომ 100%-იანი საკუთრების უფლება, ეგ არის შეიძლება საქართველოში ეგ არ ესმის ვიღაცებს, მათ შორის მთავრობაში. მაგრამ დარწმუნებულია, რომ ესმის და შეგნებულად მოსახლეობას ატყუებს. რაშია იცით საქმე? ის ხალხი რო ჩამოდიან აქ. ესენი რო იძახიან, რომ ეს არის ინვესტიცია. საქართველოში შემოდის ამდენი ფული. არაფერი ფული არ შემოდის, მეგობრებო. ისინი ყიდულობენ ქონებას და ისინი იმ ფულს კი არ ხარჯავენ. თან გადასახადსაც არის. არა, ისინი ფულს კი არ ხარჯავენ, კაცო. ისინი ქონებას ყიდულობენ, რომელიც სინამდვილეში მათ მფლობელობაში გადადის. და ეგ როგორი ხარჯია, იცით? მაგას საერთოდ დანაკარგი იმათი გადმოსახედა საერთოდ დანაკარგი არ არის. მხოლოდ მოგებაში რჩები ისინი. და შენ რა გააკეთე? შენ ადექი და შენი ქონება გაყიდე. ერთჯერადი რაღაცა ასე ფული მოგცეს, ერთჯერადი, ის ერთჯერადი, რა ვიცი, რაღაცაში დახარჯე, შეჭამე. შენ რა მოგცეს, კაცო? მისცეს ხო, ჯერ ერთ ფინანსურ ელიტას. ჯერ ერთ თვითონ იმ ინვესტორს მის. ეგეც ხო მნიშვნელოვანი, ანუ აქ ძალიან ცოტა დარჩა. ჩამოვიდა ინვესტორი, აქ ააშენა. თვითონ ააშენა. ის ხალხი ჩამოსახლდა აქ და იმათია ის ქონება უკვე. ფული გადაუხადა იმ ინვესტორ თავის დიდარს, ფული გადაუხადა. საქართველოს დარჩა მიზერული პროცენტი. რა თქმა უნდა, აქაურმა ელიტამაც თავისი წილი აქაური ელიტისთვის ცოტა არ არის. ხვილი ნაწილი ჩაიდა. და ეს ყველაფერი არის ეკონომიკის განვითარება. ამას დაარქვეს ეკონომიკის განვითარება. რა მაინტერესებს, იცი, ეს მაინც ეს ბნელი ჩვენი საბჭოთა წარსული რა იცოდნენ მაშინ ამ ეკონომიკის. რა ჩაის პლანტაციები რო იყო, ვენახები რო იყო, კაცო, აგრარული სექტორი რო იყო განვითარებული, ხალხი რო სოფელში იყო დასაქმებული, ქარხნები რო მუშაობდა, თვითმფრინავებს რო ვაშენებდით, გემებს რო ვაშენებდით, მანქანებს რო ვაშენებდით, ელმავლებს რო ვაკეთებდით, უზარმაზარი ქარხნები და ფაბრიკები რო რა იცოდნენ ბიჭო ამ ბნელმა საბჭოელებმა ეკონომიკის შესახებ.აფერი მაგათ არ იცოდნენ. აი ახლა გვაქვს ნამდვილი ეკონომიკა, აი ესა ნამდვილი ბიზნესი. ააშენე მახინჯი корпуსი, მერე მიყიდე $100,000 ბინადრობის მოტყუებით კი არა, იმით სანაცვლოდ არაბებს, არ არის ბიზნესი? იდეალური ბიზნესი არ არის. ქვეყნის ეკონომიკას ხო ეთყობა საქართველოს, რომ
ფეხზე დადგა ქვეყანა, ხო, ეთყობა საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს, რომ უკეთესად გრძნობს თავს, აი მაცივარს რომ აღებს, იმდენი საჭმელი უდევს იმ მაცივარში, რომ აი სად დადოს არ იცის, არ ვიცი, აი ზედმეტი ფული რაში დახარჯოს, ეგ არ იცის საქართველოს მოქალაქემ იმდენად მაგარი ეკონომიკური თუ ფინანსური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. აი მე მინდა ნახე პრემიერის სადამბობს სიმართლეს. ეგ გვაჩვენოთ. წინა განაცემაში ვაჩვენ, მაგრამ აქვე ვაჩვენოთ და მე იმის დამამტკიცებელი ფაქტი მოვიყვანოთ, რომ პრემიერის სიმართლესა. განმარტეთ საზოგადოების წინაშე, რომ არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ, მაგალითად არ წერია აქ, ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, ვინ შეიძლება იყოს ყიდველი და ეს შემდეგ ეს ყველაფერი დარეგულირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ ნებალური პრივილეგიები უცხოელებს არ ენიჭებათ. ანუ ნახეთ, ეს ბინადრობის უფლება არანაირი პრივილეგიები არ ენიჭებათ. არაფერი, რაც არის კანონში. ხო იცი, რო არ ჩავწდეს არა. დიდი ის რო არ იყოს გარჩევა. ბევრი ლაპარაკი რო არ მოუწია. მაიცა აი კიდე ერთი. აი მოდი ესეც გავუშვათ და ნებალური პრივილეგიები უცხოელებს არ ენიჭებათ. გარდა იმისა, რაც ზოგადად არის კანონმდებლობით გათვალისწინებული და კიდევ ერთხელ $100,000 გადახდის შემთხვევაში ერთადერთი რასაც მიიღებს ყიდველი, ეს არის მოკლებადიანი 6 თვიდან 12 თვემდე ბინადრობის ნებართვა. საქართველოში დარჩენის პრივილეგია უცხოელ ყიდველს არ იქნება. და ბოლოს ანუ აი ეს არის $100,000 იღებს მხოლოდ 12 თვიანი ბინადრობის უფლებას, აქ ვერ დარჩება. ნუ გეშინიეთ ხალხო. ეხლა მოდი არაბები რას ამბობენ, რა წერია კანონში. ჩვენ თუ არ ჯერათ პირდაპირ არაბები რეკლამაში რას ეუბნებიან სხვა არაბებს. უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში $100,000 ღირებულების უძრავ ქონებაში ინვესტიციის სანაცვლოდ თქვენ იღებთ საქართველოში ცხოვრების, ბინადრობის უფლებას, რომელიც განახლებადია. ჩვენ გვაქვს როგორც დასრულებული, ასევე მშენებარებინები. ნახეთ, $100,000 იღებთ ცხოვრების და ბინადრობის უფლებას, რომელიც განახლებადია. ის კი არა ყობახიძემ რომ რაღაცა 12 თვე და მე აღარ დაასახელებია, განახლებადია 12 თვე, მაგრამ 12 თვეში კი არა გიმთავრდება, აი განახლებადია და მე რა მაინტერესებს, აი აკლემებით რო არ ჩამოსახდებიან ის არაბები, ხო? აი ამ არაბს, რომელიც აკლემებით აქ ჩამოსახლებას არაპირებს. ეს არაბი რატო უკეთებს რეკლამას, რომ აქ 12 თვე იღებ ბინადრობის უფლებას, განახლებადია, სულ შეგიძლია. თან თუ შევაკე. კი, მაგრამ რატო უატყუებს? თან რის შევაკე. არ მოდის ის ჩამოსასახლებლად და აქ ცხოვრება და განახლებადი ბინადრობის უფლებაო. ამას რეკლამა რა შეჭირდება ამის? სინამდვილეში ეგეთ. იმას თუ აქ ჩამოსახლება. ყველაფერი გათვლილია, კაცო, ეს თავრობა ხო ყველაფერს თulis. სამდვილეში ეს არაბიც ყობახიძეზე მუშაობს რა და მდიდარ შეიხებს ატყუებს. ანუ $100,000 აყიდინებენ ბინას. და მე ის 12 თვეში მე უქმებენ ბინადრობის ნებართვას. კი, მაგრამ მან ვერ ჩამოდის საქართველოს. მან მე სხვა რაღაცა მაინტერესებს, მაგრამ საქართველოში ვერ ჩამოდის. იმ არაბს, როგორც ჩვენ ოცნების გამპრავლებლები გვეუბნებიან, აქ არ ენდომება გადმოსახლება. და რეკლამაში რო ეუბნები, რომ აქ გადმოსახლება შეგეძლება. რაც კანონით გაქვს ბინადრობის უფლების აღების საშუალება. ეგ იმას რა შეაინტერესებს თუ აქ გადმოსახლებას არ აპირებს. აი ხო არ შეიძლება ადამიანს მაგალითად არ უყვარდეს ტკბილი რამე საჭმელი. არ ეჭმეოდეს და ვიღაცას ეუბნებოდე რომ აი ასეთ ადამიანს აი ტკბილია. იყიდე ეს არის ტკბილი, ხო? ამას ხო არ ეტყვი თუ იცი რომ არ ეჭმეო ტკბილი ვიღაცას, ხო? ანუ ბინადრობის უფლებით ხიბლავს ვიღაცას, ვინც აქ ჩამოსახლებას არ აპირებს? თან იმა თუ ბინადრობის უფლება უნდა იმ ხალხს, ვინცაც აქ ბინების ყიდვა უნდა. მან არაბების რეკლამაში კიდე რა იყო, რომ ხო დაახასიათა ეს პირობები. და ეს ალბათ ესეთი კაი პირობები რო ალბათ ძვირი იქნება, ხო? და არა რა ძვირი, 100,000-დან იწყება და 100,000-დანვე იღებ ბინადრობის უფლებას.